გამარჯობათ ძიმფას უსმენელებო, მაყურებლებო. დღეს კვლავ ჩვენ ახლო აღმოსავლეთზე გვექნება საუბარი პრინციპში ისეთი მოვლენები მიმდინარეობს, ტემპერატურა იმდენად მაღალია, რომ მასზე უფრო მნიშვნელოვანს ალბათ ვერც შევეხებით. მე მახსოვს 25-26 წლის წინ, როდესაც ჩვენ ხელმოწერები დავიწყეთ და პარალელურად ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებთან თუ ორგანიზაციებთან. ზოგიერთი გვეუბნებოდა, რომ ჩვენ ისეთი მდებარეობა გვაქვს, განსაკუთრებით ჩრდილოელი მეზობლის გადამკიდე ნეიტრალიტეტი არ გამოვა და რუსეთის მხრიდან იქნება ჩვენს მიმართ აგრესია და გჭირდება ძლიერი ხელი, ძლიერი დამცველი და ასეთი არის დასავლეთი, ასეთი არის ნატო, ამერიკა და მათი ბაზები ჩვენ ხელშეუხებლობის გარანტიას მოგცემს. გავიდა ახლა მეოთხედი საუკუნე და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებმა გვაჩვენა, რომ ამერიკის მოკავშირეობა და მისი ბაზების განლაგება ეს პრივილეგია და ხელშეუხებლობის გარანტია კი არ არის, არამედ პირიქით ეს არის საფრთხე სამიზნედ გადაქცევის. როგორც ინფორმატორები იტყობინებიან, 13 ბაზა იქნა განადგურებული სხვადასხვა ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, სამხედრო ბაზები, რომელიც ამერიკას ეკუთვნოდა, თითეული მათგანი ტრილიონებით იყო დამჯდარი, სამხედრო ინფრასტრუქტურა შეიარაღება და ყველაფერი და ამერიკას რომ დაცვა შესძლებოდა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში თავის სამხედრო ბაზებს დაიცავდა. ის ქვეყნები სრულიად დაუცველი აღმოჩნდნენ, აგერ ფაქტია, იბომბება მათი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტები, იბომბება ეკონომიკური თუ ფინანსური ინსტიტუტების ოფისები და ასე შემდეგ. ამ საკითხებზე გვინდა დღეს გესაუბროთ ტრადიციულად კახას გადავცემ სიტყვას. კი ბატონო, მივესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს. მოკლედ იმდენად სწრაფად ვითარდება მოვლენები და იმდენად მრავალწახნადა მსოფლიო ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება, რა თქმა უნდა, ჯემალი აღნიშნე კიდევაც და თავისთავად ცხადი ეს ასეა, ყველაზე მეტ ყურადღებას სწორედ მახლობელი აღმოსავლეთი იპყრობს დღეს ირანის, ამერიკის, ისრაელის ომი. უკრაინის თემა გვერდზეა გადადებული, რაღაცნაირად გააფერფრთალა ეს უზარმაზარი ომი, რაც ასევე შორს არ არის ჩვენგან მიმდინარეობს, გაფერფრთალებულია და ყველაზე მთავარი რომ არ გამოგრჩეს, სწორედ რაც წამოჭერი ჯემალი ამ თავარს მინდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ რაზეც ხელი მოაწერა თავის დროზე 1,907,000 ადამიანმა, რაზეც ფაქტიურად სულიერი ომი, აზრობრივი ომი ჰქონდა ესე ქუჩებში, გზაჯვარედინებზე, კაბინეტებში და ასე შემდეგ. მაგრამ რასაც უბრალო ადამიანი იგებდა, ამაშია საქმე. ყველაზე მნიშვნელოვანი რა, უბრალო ადამიანი, უბრალო ქართული, უბრალო რიგითია ჩვენ თანამოქალაქე, სხვადასხვა ერის წარმომადგენლები, ადვილად რომ იგებდნენ და აწერდნენ ხელს, წინააღმდეგობა კაბინეტებში იყო, წინააღმდეგობა წიგნობრებში იყო, ფარისევლებზე აღარ მაქვს ლაპარაკი, რომ რატო არა და ნეიტრალიტეტის დაუპადა, აი ამერიკა დაგვიცავს, ნატო გადაგვარჩენს, ხო, რუსეთისგან დაგვიცავს და ასე ისე, ასეთი ამბები იყო და უბრალო ხალხი აწერდა ხელს. თორე ისე ვერც შეგროვდებოდა, თავისთავად ცხადია. დრო გავიდა 25 წელი არც კი. ძალიან ბევრი რამე შეიცვალა მთელ სოფლიოში. მთლიანადაა გადატრიალებული ვითარება და აქედან გამომდინარე მთელი ჩამოყალიბებული შეხედულებები წიგნობრებში, განათლებულ საზოგადოებაში, ასე ვთქვათ, რაც იყო, სრულიად საფუძველ გამოკლებულია სადღეისოდ. საძირკველი აღარ გააჩნია. ერთი შეხედვით ლოგიკური იყო, არა რომ სოფლიო იმართება ერთი დასავლეთია სოფლიოს მართვის ცენტრი, ჰეგემონი
წამყვანი ამერიკის შეერთებული შტატებია თავი ყველაფრის და იმის ჯარი თუ დგა შენ ბუს ვერავინ არ აგიფრენს მაგრამ მაშინვე ვეუბნეოდით მიუხედავად იმისა რომ რუსეთი უკვე ძალიან დასუსტებული იყო ეს ჩრდილოეთის იმპერია თითქმის დაშლის პირას მიყვანილი სწორედ მაგას ვამობდით რომ შეიცვლებოდა და იცვლებოდა ვითარება არ ჩანდა თვალით არ ჩანდა ბევრი პოლიტოლოგი ასე იძახოდა პოლიტოლოგი კი არა ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოსი რეზო ადამია იყო ასეთი ელჩად გაეროში ამ წლებთან ძალიან დაახლოებული და გვაიმედებდა ჯერ კიდევ შევარდნაძის პერიოდში თუ არ ვცდები მალე რუსეთი ჩვენი მეზობლის მეზობელი იქნება და პრობლემა მოხსნილია თავარია რომ ჩვენ იქ წავიდეთ და ვინტეგრირდეთ და ჩადგებია და ვექნება ქოლგა გადაფარებული ასეთი წარმოდგენები იყო და ახლა აღმოჩნდა რომ არათუ რუსეთის აგრესიისგან არ იქნები დაცული არ იქნები დაცული ირანისგანაც ვერ უზრუნველყოფს იმ ქვეყნებს თავისი ბაზებით რომელ ქვეყნებშიც ამერიკის ჯარებია განლაგებული იმ ქვეყნების უსაფრთხოებას და პირიქით საკუთარი ჯარისკაცების უზრუნველყოფაც არ შეუძლია უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლია ის პატრიოტი ვერ მუშაობს აღმოჩნდა რომ ყველაზე მაღალი კონცენტრაციით შექმნილი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები რაც ისრაელს გააჩნდა და ჰქონდა ყველაზე საუკეთესო ყველაზე მაღალი სიხშირით განლაგებული ეს რკინის გუმბათი ახლა ირონიულად ამობენ ისია დახვრეტილი როგორც შემდუღებლის ან რუსულ ტერმინით თქვი სვარჩიკის დასტებიო უფრო კომიკურად ჟღერს ამ შემთხვევაში ხო ისია დახვრეტილიო და ბოლოს აღმოჩნდა რომ ისრაელში რკინის გუმბათის და პატრიოტის ტანდემი მუშაობს და კი ну მრავალი სისტემა ჩართული კოსმოსიდან დაწყებული ყველაფერი მონაწილეობს მაგრამ ვერ იჭერს ამერიკული ბაზებში არც ერთს არ ქონია წესიერი მიწისქვეშა თავდაცვითი სისტემების შექმნილი რა იყო ამის მიზეზი მიზეზი ის იყო ამპარტავნება მიზეზი ის იყო რომ მე ვარ პირველი მსოფლიოს მე წარმოვადგენ მე ვარ მმართველი და მე ბუზი ვინ უნდა ამიფრინოს ვინ გამიბედა რა თუნდა ჩემ ჯარისკაცს დაბლა ჩაძრომა ისეც ყველაფერი დაცულია და ასე შემდეგ მოკლედ რო ვთქვათ რა ხდება ახლა ხდება ну რომ ჟამია და რო წდება ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხი ეს წესით გასაგები უნდა იყოს მაგრამ ხდება ერთი რამე კიდევ უფრო დეტალურად რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ ერთმანეთს ხდება ერების გამოღვიძება რაზეც გვესაუბრებოდა ბატონი აკაკი აი ჩვენი დროის ჩვენი ეპოქის მახასიათებელია ერების გამოღვიძება ერების ჩამოყალიბება რომელსაც მთელი ისტორიული პერიოდები დაჭირდა დაახლოებით 8000-ლოვანი ცივილიზაციური განვითარების ეტაპები დაჭირდა სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა ერი ჩამოყალიბდა და უკვე ახლა იწყება ერების გამოღვიძება და სიონისტური პოლიტიკა ჩავარდება და სიონისტური პოლიტიკა და სიონიზმი დამარცხდება ამაშია საქმე ვერ შეძლებს სიონიზმი მსოფლიო ერებზე გამარჯვებას ამ პროცესს ვერ შეაკავებს ისევე როგორც ვერ შევაკავებთ გაზაფხულის მოსვლას კვირტები გაიხსნება ბუნება გაიღვიძებს დაიწყება გაზაფხული ამის შეჩერება შეუძლებელია თუ გადმოვიტანთ ამ გლობალურად დედამიწის მასშტაბით შეუძლებელია ერების გაღვიძების პროცესის გაჩერება ესე იგი ის რაც აქამდე იყო დაფარული რასაც იოლად ახვევდნენ თავს სოფლიო საზოგადოებრიობას რა პირობებშიც ამყოფებდნენ ასე ვეღარ იცხოვრებს სოფლიო და სიონისტური პოლიტიკა სოფლიო ერთმართველობის დამკვიდრება სოფლიო ერთმართველი დიქტატორის დასმა ვერ მოხდება და რაც მეტად შეეცდება დასავლეთი ამერიკა ისრაელი მით მეტად მიიყვანს საკუთარ თავს დაღუპვის პირას პირველ რიგში უნდა ითქვას ებრაელ ერზე სამწუხაროდ ამას კარგად აცნობიერებენ ძალიან ბევრი კარგად მოაზროვნე ადამიანები იმიტომ რომ ერი ღვთაებრივი წარმონაქმნია ამერიკაში გაიმართა ებრაელების მიტინგი რომელთაც დაგმეს
ირანის წინააღმდეგ წამოწყებული ომი. თავად ებრაელები. კი. თავად ებრაელები. და ერების გამოღვიძებაზე როცა ლაპარაკი, თვით ებრაელი ერთსაც ეხება ეს გამოღვიძების რა პროცესი. თქმა უნდა. ისინიც მიხვდნენ, რომ ამდენი წლების განმავლობაში, ათწლეულების განმავლობაში აი სიონისტური იდეოლოგიის გავლენის ქვეშ ყოფნა, მათ კარგი არაფერი არ მოუტანათ. ხოლო ომი, გრევა, საშინელება, მუდმივად სტრესების და შიშის ქვეშ ცხოვრება ბუნკერებში და იქ დამალვა და ასე შემდეგ. თვით ამერიკელი ჯარისკაცები და საერთოდ არა მარტო ამერიკელი ჯარისკაცები, როგორც ჩანს, თვით ებრაელები, მაგას სხვადასხვა ახსნა შეიძლება მოეძებნოს, ებრაელი ჯარისკაცები არ არიან თანახმა იომონ სისხლით დავარონ ეპშტეინის ბინადართა ნებასურვილის და მიხედვით. როგორც ამბობენ ხანძარი ამერიკულ ავიამზიდე თვით ჯარისკაცების გაჩენილია და ჩაქრობაზე მაინდა-მაინც და თავი არ გაუკლა. 20 საათი დაჭირდა. რატო? იმიტომ რომ ერების გამოგვიძება რო იწყება და მინდა ეს სოფლიო პროცესი ეს თვალი თუ ხილავია, მაგრამ ლინდება იმაში რომ რა არის გამოგვიძება. აცნობიერებ რას გიკეთებს. დემოკრატიის ნიღბის ქვეშ შიგნით რა დამარხული, რა შეფუთული. არ ექვემდებარები იმ გეგმებს, იმ მიზნებს. ეხლა ყველა ხვდება რომ ეპშტეინის მოწყობილი საგანგებოდ იყო ელიტა ამდაგვარი, რომ მე ელიტა იყოს მართვადი და თავისი მიზნები აისრულონ. და რატომ უნდა მოკლეს ამერიკელი ჯარისკაცი? იმიტომ რომ ეს ტრამპი თქვათ ამ სიბინძურეში იყო გახწნილი და ასე შემდეგ. იმის გამო რომ არასრულწლოვანებს აუპატიურებდა, მაგის გამო ეხლა ამერიკელებმა წავიდეს და ირანის და სპარსეთის უდაბნოში მოკვდეს. აშანტაჟებენ და ომიც მოიწყო და მაგიტომ შეეწიროს ეს. ასე კი ადრინდელ ძველ პერიოდში, ისტორიულ პერიოდებში სხვა საფენელი და სხვა საფუძველი ჰქონდა იმ დიად მჭყალებს ჩავსად ომებს, რასაც სოფლიო ომების სახელწოდებით ვიცნობთ, სხვადასხვა მოტივებით ეგნებოდა დიდი მასები. ნუ თუ არა აწყობდნენ საგანგებოდ იმდაგვარად, რომ მაგალითად პერლ-ჰარბორის ამბავი ხომ საგანგებოდ ისე ეწყობოდა, რომ რაც შეიძლება ბევრი სისხლი დაღვრილიყო, რომ ეს გამხდარიყო ომში მთელი ქვეყნის ჩაბმის საბაბი საფუძველი. ბოლო უზარმაზარი დასავლური ფეიერვერკი როგორ შეიძლება ამაზე ესე თქვა, მაგრამ ესე იყო 11 სექტემბრის ტერაქტი უძღოდა, მანამ ჯვაროსნულ ლაშქრობას წამოიწყობდნენ აღმოსავლეთზე რა. მაგრამ ესეც თვითონ დასავლეთ, თვითონ ადამიანმავე გაშიფრი, იქ მაცხოვრებელმა მოაზროვნეებმავე გაშიფრეს, რომ ეს იყო მიზნობრივი დაზიანება, ომისთვის საჭირო საბაბი და რას უნდა მივახციოთ, რომ აი ეპშტეინის ბინადრები გახდნენ სოფლიოზე გაბატონებულები და ამის გამო სისხლი უნდა უღაროთ და ებრაელმა სპარსელი უნდა მოკლას, პალესტინელი უნდა დაპირიქით და ამ იმის გამო ბოლოს და ბოლოს იმის გამო უნდა ვიომოთ ადამიანები ერთმანეთს ნამოვყაცოთ, რომ ოქროს მილიარდი დარჩეს და კიდევ ერთხელ ხას უსვამ, რომ ეპშტეინის ბინადრება სამარად თავენთ წარმოდგენით, სამარად ჟამო ბატონობა დაამყარონ და ეგ ჩათვალონ, რომ ეგ უწერიათ ბიბლიური მოცემულობა, ეგ არის თქვენი ბატონებთ ყველაზე და სხვები ვერ იბატონებენ. აი ეს მდგომარეობა და ყველაფერი არის თავმოყრილი, რა არის კიდე მთავარი მახასიათებელი ჩვენი დროის, რომ ყველანაირი სიბილწე, ყველანაირი თავხედობა, ყველანაირი ცინიზმი, ნაცისტური, ფაშისტური ცინიზმი ერთდროულად გონებაჩლუნგობათან, გონება შეზღუდულობა, ავირახსნილება, ყველაფერი თავმოყრილია ერთ წერტილში, ერთდროულად. აი ანუ ვერ მოგიტრიალდება, რამის აღწერას კიდე არ სერიოზული ანალიზი უნდა, უფრო მეტი სერიოზული ანალიზი უნდა და ესეც ერთ-ერთი დამადასტურებელი იმისა, რომ მართლაც ჩვენი ყოფნა საკითხები წყდება დედამიწაზე და ამავე დროს უზარმაზარი მამხილებელიც არის. ამას უნდა გაყვე? ამათ რო გადასცემ ხელისუფლებას ნებაყოფლობით და დაექვემდებარები, ესენი შენ გაცხოვრებენ?
გრენლანდია ჩემი უნდა იყოს, კანადა ჩემი უნდა იყოს, მთელი ამერიკა ჩემი უნდა იყოს, დავიჭერ ჩავსავ ციხეში, ყველაფერს ამას უზავ, აქ ამერიკა ჩემია. და მანდაც ყველაფერი ჩემი უნდა იყოს, ჩემი სახელი უნდა ერქვას, ესეთი შეშლილი. არ ვიცი ესეთი შეშლილობა, მცირე მასშტაბებში კი იყო ისტორიულად, მაგრამ დედამიწის მასშტაბითაც. ოდიში გახადა აი ამ ხელა ქვეყნებზე რო ამბობს, რომ ჩემი უნდა იყოს და ჩემია. აი ხვალე-ხვალზევით ჩვენი ხელისუფლება რას ფიქრობს? ხო ანალოგიური შეიძლება რომ აქ განახორციელოს ამ პატარა ქვეყანაში. კი, მეორე საკითხია, რა თქმა უნდა, მსჯელობის სხვა საკითხია უკვე, მაგრამ მაინც რა არის ყველაზე მთავარი კიდე რომ ამას არ გავყვეთ და ამაში არ ჩავიციკლო, ამას ყველა ხედავს უკვე რაც არის, მაგრამ მთავარი რა არის, ესე იგი შენ უსაფრთხოებას, საქართველოს უსაფრთხოებას ის კი აღარ განსაზღვრავს, რომ ის მოიყვანო აქ ჩააყენო პირიქით. ადრეც ვამბობდით, იმას რომ მოიყვანდა რო ეძახი, ანუ მას რომ მიუერთდები, შენ ქვეყანას უკვე სამიზნედ აქცევ. შენ სამეზობლოში არსებულ ძლიერი ქვეყნების სამიზნედ აქცევ. იგივე ეხება თუ რუსებს მოიყვანდა ჩააყენა. აბარა, ხო, ამიტომ გადარჩენისთვის ნომერ პირველი საფეხური ყოფილა მართლაც ნეიტრალიტეტის შენარჩუნება განსაკუთრებული სტატუსით. ეხლა ამ ომში ვისი მხარე უნდა დავიჭიროთ? მანამ, ახო, უზარმაზარი ომია. უკრაინისა და რუსეთის ომში ვისი მხარე უნდა დავიჭიროთ? რა მოგველოდა ერთ-ერთის მხარე რომ დაგვეჭირა? რა მოგველის ერთ-ერთის მხარეზე რომ გადავიდეთ? კავკასიაში ომი რომ მიმდინარეობდა აზერბაიჯან, სომხეთს. რა მოგვივიდოდა ერთ-ერთის მხარეზე რომ გადავსულიყავით? ჩვენ არ ყავს დიდი დიასპორა იქ მასონობაში, შავმასონობაში, წითელ მასონობაში, კრემლში, ვაშინგტონში, კრემლში თუ ლონდონში არ ყავს. ჩვენ არ ყავს სისხლის მიერი ან რწმენის მიერ ესეთი დიდი მოკავშირეები, როგორც მაგალითად აზერბაიჯანს, თურქეთი, შუა აზია, ორი სახელმწიფო. ასეთი რამე არ ყავს. ნუ ჩავთვალოთ, რომ ფიზიკური პატრონი მაინც თუ პატრონს ეძებთ, ფიზიკური პატრონი საქართველოს არ ყავს. რა მოუვიდოდა თუ კი ერთ-ერთის მხარეს დავიჭერდით, ომი ძალიან დიდი სიჩქარით გადმოინაცვლებდა და დღეს ახლა ამ საუბარი ჩვენ არ გვექნებოდა. უკრაინა რამ დაგუყვა? ხო, სწორედ მაგაში იყო, რომ ამ დიდ დაპირისპირებაში შეთავაზებული ჰქონდა ნეიტრალიტეტი. გააჩერებინა ნატოსკენ სწრაფა და ევროკავშირში ინტეგრაცია და დასავლეთის პოლიტიკის ნაწილი და დასავლეთის სამხედრო მანქანის ნაწილი არ გამხდარიყო. და თუ მაგზით წავიდოდა, აი ამას მოუწყობდა, რაც მოწყობილი აქ. ეს შეთავაზებები იყო ეს იდო მაგიდაზე, როგორც სამუშაო გეგმა. მიზანსწრაფა. ეს ძალიან კარგად იცოდა დასავლეთაც, მაგრამ დასავლეთმა ეს გამოიყენა სწორედ ეს დამოკიდებულება და არ შევინა ომის გზა. არა იომე. იმიტომ რომ ჩვენ ერთმანეთთან რო ვიომოთ, ეს ყველაფერს დაანგრევს. მალე გადავა ბირთვულ კატასტროფაში და ამიტომ სწორედ უკრაინის ტერიტორია იქნა გამოყენებული რუსეთის დასასუსტებლად, მაგრამ ბოლოს ვინ სუსტდება და რა ხდება, ჯერ კიდევ საკითხავია, რა თქმა უნდა ეს ომი ორივე დიდ მხარეს აზიანებს, მაგრამ ეს კიდევ ჯერობის სხვა თემა, ყოველ შემთხვევაში უკრაინა სრულიად დატკურდება. ის 50 მილიონია, ის ძალიან დიდი რესურსის მქონეა და ჩვენ არ გვემართებოდა. ესე იგი, მართალი და სწორი რა ყოფილა? აი წლების წინ რაზეც ხელი მოაწერა უბრალო ადამიანმა რომ გაიგო და ხელი მოაწერა უბრალო ქართველმა რომ გაიგო, გულ მართალმა, სულ მართალმა, გონით სუფთამ გაიგო უბრალო ადამიანმა და ბრალიანებმა ვერ გავიგეთ, არ გავიგეთ. გავწიეთ წინააღმდეგობა. ჩავწერეთ კონსტიტუციაში, მივაჯაჭვეთ დასავლეთს. ის იქ თუ ინტეგრირდებით, ისაა ჩვენი ხსნა და გადარჩენაო და დღეს გვიდევს. ხსნა და გადარჩენა კი არა, შენი დაღუპვა იქნება, როგორც კი მაგ მიმართულებით აქტიურად დაიწყებ გამოძრავებას. და რუსეთიდან კი არა მარტო უბრალოდ, აგერ ირანი.
რამხელა ძალას წარმოადგენს თურმე ჩვენს გვერდზე მყოფი 93 მილიონიანი ისტორიული უზარმაზარი ცივილიზაციური ცენტრი, რასაც ირანი ქვია, რასაც ირანის სახელმწიფო ქვია. ახლა მაინც ზოგადად და მოკლედ რომ მოვამთავრო მე პირადად ამ მიმართულებით საუბარი მაინც საიტწავა ჯერჯერობით ირანი უკან არ იხევს და ისე წინააღმდეგობას უწევს ამ სოფლიო დასავლეთის ერთპიროვნული ბატონობისაკენ მიმავალ სურვილი აქვს, მაგრამ შესაძლებლობები არ აქვს. ისეთ დიდ წინააღმდეგობას უწევს, რა წინააღმდეგობაც არავის არ გაუწევია. ისეთ პირობებს უყენებს უკან, როგორი პირობებიც არავის არ დაუყენებია. გასაგებია, რომ აქ ირანი მარტო არ არის. ვერ ექნებოდა ეგ სარაკეტო ტექნოლოგიები, ვერ ექნებოდა ეგ კოორდინატები, ზუსტი ცოდნა. ზუსტ რასაც რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთი მოქმედებს უკრაინელებს ხელით ვიგულისხმოთ, რომ ამის უკან კიდევ დგას აღმოსავლეთი. აღმოსავლეთი, რომელიც ტექნოლოგიურად არაფრით არ ჩამორჩება, გარკვეული სამხედრო მიმართულებებით უპირატესობას გააჩნია და აი ამ ფაქტთან გვაქვს, რაც ახლა არის, რომ ამ პირობებში ამერიკა ფაქტიურად დამარცხდა. 11 ბაზაა განადგურებული და რაც ყველაზე მთავარია, ამერიკის მართვის თავი ისრაელია და ისრაელის დაღუპვის ბერკეტი სპარსეთის ხელშია. ისევე როგორც შეუძლია ამერიკას ისრაელის თავოსნობით ირანის დაღუპვა და დედამიწის დაღუპვაც აი ესეთი ურთულესი და ასეთი სხრევადი მდგომარეობა არის, მაგრამ დღევანდელი გადასახედით ფაქტიურად ეს ომი დასავლეთმა უკვე წააგო, ამერიკამ წააგო. ნომერ პირველი რა არის, ბევრჯერ ხაზი გაუსვით და აღმოჩნდა, ამერიკამ ვერ შეძლო, ისრაელმა ვერ შეძლო ეპშტეინის ფაილებიდან გამომდინარე, ბევრი რამიდან გამომდინარე, შეცვლილია სამყარო, შეცვლილია ადამიანი, ერები გამოფხიზლებას იწყებენ, ვერ შეძლო დაერაზმა კოლექტიური დასავლეთი და ერთიანად დაეწყო თავდასხმა აღმოსავლეთზე. ეს ვერ მოხერხდა. სხვათა შორის, მაინდამაინც დიდი ერთსულოვნება ვერ 11 სექტემბერს ვერ მოახერხეს. კი, კოალიცია იღებდა მაშინაც ერაყის წინააღმდეგ ლაშქრობაში მონაწილეობას, ნატოს წევრი ქვეყნები, თვითარაბული ქვეყნებიც, მაგრამ დღეს სხვა მდგომარეობა, ევროპას სრულიად სხვა პოზიცია უკავია, ვატყობთ, უყურებთ, არა, მაგრამ ოფიციალურად მაინც, ხო? ესე იგი, ვერ მოხდა დარაზმა ყველა თავისი სატელიტის, ვერ დარაზმა. უზარმაზარი არმია ვერ მოკრიფა და ამ შემთხვევაში ეს ომი უკვე წაგებული აქვს. მაგრამ რჩება რამოდენიმე ვარიანტი სახმელეთო ოპერაციისთვის მზადება მიმდინარეობს ამ ფიზიკური შეკრებით, რაც ახლა არის. ყველა სამხედრო ექსპერტი ამბობს, რომ ასეთი ტიპის ომიც იქნება მარცხისთვის. კიდევ უფრო დიდ მარცხს. კიდევ უფრო ვიეტნამი მოგონება იქნება ისეთ მარცხში გაყოფს თავს ამერიკა, დასავლეთ, ამერიკა და ისრაელი იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს დაახლოებით მილიონამდე, ნახევარ მილიონზე მეტი მაინც. მილიონამდე რაოდენობის არმიას უნდა მოუყაროს თავი, მთელს ავიამზიდებს, ძალიან დიდი რაოდენობით ავიაციის მობილიზება იქნება საჭირო, რისი მოხერხებაც ირანის სიახლოვეს ვეღარ ხერხდება და იმიტომ გაარიდა ეგ ერთი. შემდეგ ირანს აქვს ძალიან დიდი ტერიტორიები ერაყისგან განსხვავებით, აქ მთის სარტყელი გარეშემო და როგორც ამბობენ, ირანი წავა იმაზე, რომ თავის სანავთობო ინფრასტრუქტურასაც გაანადგურებს აი კუნძულზე. ასეთია დიდწილად ვარაუდი. იმ შემთხვევაში თუ დაიკავებს ამერიკა, ამ მცირე რაოდენობით შეუძლია დაიკავოს, მაგრამ ირანს შეუძლია წავიდეს საკუთარი ძირითადი შემოსავლის წყაროს ამ ეტაპზე განადგურებაზეც. ოღონდ მტერს არ მისცეს საშუალება, რომ მასზე მოახდინოს ზეწოლა და ისევე ჩაბარდეს, როგორც ჩაბარდა დაუჭერთ ვენესუელას ამჟამინდელი ხელისუფლება. ხო? მილიონამდე არმიის მობილიზება შეუძლებელია დროის ამ ეტაპზე. ეს ნიშნავს, რომ ომი ძალიან უნდა გაგრძელდეს და არადა ტრამპს მაგდენი პრეზიდენტობის დრო არ გააჩნია. ტრამპის დრო წამზომი ჩართული. შუალედური არჩევნები ელოდება
და ასე შემდეგ. შეცვლილია საზოგადოება ამერიკაში უკვე და ომის მოწინააღმდეგეა დიდი ნაწილი. მაინც ამერიკის შიდა სტრუქტურა განსხვავებით აღმოსავლეთის ქვეყნ ზოგიერთი ქვეყნისგან აქ ავტორიტარულია სისტემა, იქ მაინც დემოკრატია მართალია შირმა, მაგრამ ეს შირმა მაინც გარკვეულ ძალმოსილებას არ მოადგენს ამერიკის სინამდვილეში. გარკვეულ დისკომფორტს მაინც უქმნის. ძალიან დიდ დისკომფორტს შეუქმნის, მით უმეტეს, როდესაც დემოკრატებთან დიდი განხეთქილება აქვს და მოკლედ ეს კამპანია გვიდასტურებს იმას, რომ მოსული სიტყვა მართალი და ჭეშმარიტი, რომ სიონისტური რეჟიმი დამარცხებისთვის არის განწირული. სიონიზირებული დასავლეთი დამარცხდება ამაში. თუმცა საფრთხე იმისა, რომ დედამიწა გადაიყოლოს, ეს არ მოიხსნება გარკვეული და უმთავრესი მიზეზიდან გამომდინარე, იმიტომ რომ თუ უფრო ფართო მასშტაბით შევხედავთ ჩვენ ყოფას და ჩვენ ყოფიერებას, მოსული უფლის სიტყვის მიერ მოტანილი ცნობებიდან გამომდინარე მოითხოვება ზნეობრივად მაღალ საფეხურზე ამაღლება გადასვლა მთელი კაცობრიობის. იმიტომ რომ ერთი უზარმაზარი ეტაპი დავამთავრეთ, ძალმემორეობითი მაინც კბილი-კბილისი, ძალმომრეობითი უარყოფითი განვითარების ეტაპი 64-დან გამოძიების შემდეგ ეს სიმბოლოებია. ეს დამთავრდა, ეს არის ამ ძველი ცნობიერების, ძველი აზროვნების, ძველი მეთოდებით მოქმედების უკანასკნელი ჟამია, ეს უნდა დამთავრდეს და ზნეობრივად მაღალ საფეხურზე ამაღლებისათვის უნდა მოემზადოთ მთელი კაცობრიობა. თუ არა ეს წინააღმდეგობები წარმოქმნილია, ერები იღვიძებენ და იმ ძველებურ მართვის მეთოდებს აღარ შეეგუება მსოფლიო. თუმცა დაყოფის საფრთხე, ეს არის ყველაზე რთული ისტორიული პროცესი მთელი კაცობრიობის განვითარების, ცხოვრების ჟამსა და პერიოდში ყველაზე რთული ეტაპია. რელიგია გვაწვდის ამ ეტაპზე ცნობებს, ამას ქვია მეორედ მოსვლა. ეს ამბავი იყო ჩადებული იგავების სახით, რაც ქართულად გადმოიცა, ქართულად განიმარტა. ეხლა ვისაც ყური აქვს, იმან უნდა ისვინოს. აქ დრო და ვითარება სხვა შანსა და სხვა გზას ჩვენ არ გვიტოვებს. პროგნოზირებას ვერ დავიწყებ პირადად და ეს ჩვენი ის არ არის, ჩვენ არა ვართ წინასწარმეტყველები, უბრალოდ ჩვენ გავაცნობიერეთ მოსული სიტყვის მიერ გაცხადებული და მოტანილი პრინციპები. თუ ეს ბოროტების გზა არის, უნდა დააგდო. და რაც ბატონობს, ის ვერ გახდება გაბატონებული. იმისი ბოლო პერიოდებია უკვე. ვაკვირდებით, ახლა ვინ წარმოიდგენდა, რომ ირანი ამდენ შეიძლებდა. ზოგს კითხვები გაუჩნდება, ალბათ ახლა ჩვენ ამდენჯერმე ვახსენეთ, რომ ეპშტეინის კოალიცია მარცხდება ირანი ემარჯვებს და კითხვები გაუჩნდებათ, რომ ირანში ამდენი ობიექტები დაიბომბა, ამხელა სამხედრო ბაზები განადგურდა, მოუკლეს უმაღლესი სულიერი ლიდერი, უმაღლესი თანამდებობის პირები ძალიან ბევრი დაიღუპა ამ ომში, სამხედრო პირები, გენერლები, აგრეთვე მეცნიერები, რომლებიც ამ ბირთვულ პროგრამებზე მუშაობდნენ. და რანაირად ხდება, რომ ეს კოალიცია დამარცხდა. იმისთვის რომ განსაზღვრო ვინ რა მიზნებს მიაღწია და რა მიზნები ქონდა დასახული, იქიდან უნდა დაიწყოს ჭრილობა. ამ ომის დაწყების მიზანი იყო რა? ამ ომის დაწყების მიზანი იყო რეჟიმის შეცვლა. ამ ომის დაწყების მიზანი იყო ბირთვული პროგრამების შეჩერება ირანში და ამ ომის დაწყების მიზანი იყო სარაკეტო სისტემებზე უარის თქმა, რომელიც სარაკეტო სისტემებითაც დღეს ხედავთ, რომ დიდ წინააღმდეგობას უწევს ირანი. აი ამ პროგრამებიდან, ამ გეგმიდან, მიზნებიდან არც ერთი მიღწეული არ არის. მოკლეს ალი ჰამეინი, რომელიც იყო 86 წლის მოხუცი და სიმსივნით იყო დაავადებული და დღეს თუ არა ხვალისისედაც წავიდოდა და მის ადგილზე ახალი აიათოლას არჩევა მაინც მოუწევდათ და ის თუ მაინც იყო უფრო ჭკუადამჯდარი, უფრო გამოცდილი, უფრო
ასე ვთქვათ, თვინიერი თავისი ასაკიდან გამომდინარე მოიყვანეს მის ადგილას მისი შვილი, რომელსაც ოჯახი დაეხოცა ომში დაუხოცეს სტრება და რომელსაც როგორც ამბობენ დასაკარგი არაფერი არ აქვს. შეუყვარობის მეტი არაფერი დარჩენილი. რომელი მაღალ თანამდებობის პირიც მოკლეს, იმის ადგილზე უფრო რადიკალურად განწყობილი პიროვნება მიიღეს. სარაკეტო პროგრამებზე უარს არ ამბობს. იქით შეუთვალა ულტიმატუმები წაუყენა. ბირთვულ პროგრამებზე უკან არიხევს და უარს არ ამბობს. 13 ბაზა, როგორც თქვით, ახლო აღმოსავლეთში გაუნადგურა, რომლებიც აღდგენას არ ექვემდებარებიან და თუ ბოლომდე არ წააქციეს ირანი, აღარ დაუშვებს იქ ამერიკული სამხედრო ბაზების ხელახლა აღშენებას და მშენებლობას. ჰორმუზის სრუტე დაკეტილი აქვს. იძულებული გახდა ამერიკა, რომ თავის მოსისხლე მტრებზე დაწესებული სანქციები მოეხსნა, მოუხსნა რუსეთს სანქციები და მოუხსნა ირანს სანქციები და როგორც ექსპერტები ამბობენ, ამით რუსეთმა 150 მილიარდი დამატებით შემოსავალი მიიღო დაგეგმილზე ზევით, ხოლო ირანმა 14 მილიარდი. მაშინ როცა ირანის სამხედრო ბიუჯეტი არის სულ 10-11 მილიარდი. წარმოვიდგინეთ ახლა რამხელა ფულია და რამხელა ფული ჩაიდება კვლავ ისევ სამხედრო საქმეში. მძიმე მდგომარეობა ჰეზბოლასთან შეხების წერტილებში. მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ისრაელის არმიასა და ჰეზბოლას სამხედრო დაჯგუფებებს შორის. აი ბოლო ინფორმაციით ჰუსიტები ჩაერთნენ ამ ომში, ისე ჰუსიტებზე ვარდქოს ვიღაცამ რო დიდი ამბავი რაღაც ერთი ავტომატიანი ფლოსტებიანი ვიღაცები ჩაერთნენ ომში, დიდი რამის გადაწყვეტა შეუძლიათო, უნდა გაგახსენოთ, რომ მათ საკმაოდ დიდი ძალა აქვთ აი ამ ბოლო პერიოდში წითელ ზღვაში. მათ დაუკითხავთ, თითქმის არ გააჭაჭენეს არც ერთი გემი, ბომბავდნენ. სამხედრო ზომები იქნა მათ წინააღმდეგ მიღებული, მაგრამ ამ სამხედრო ზომებმა შედეგები ვერ გამოიღო. უფრო ადრე 2015 წელს მთელი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები, საუდის არაბეთის მეთაურობით და ისრაელის და ამერიკის დახმარებით უტევდნენ უნდათ ამ სამხედრო დაჯგუფების განადგურება, მაგრამ საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა ეს ომი და შედეგად მივიღეთ ის, რომ ჰუსიტებმა თავისი გავლენის არეალი უფრო გააფართოვეს, არათუ განადგურდნენ ან დაკარგეს რაღაც გავლენის სფეროები. ანუ ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, რაზეც ჩვენ ლაპარაკობთ, რომ ის გეგმები, რომელიც იყო და რომლისთვისაც ეს ომები წარმოებს, მათ ახდენა არ უწერიათ. და პირიქით, ეს გეგმები იშლება. ისიც ბევრჯერ გითქვია და კიდევ გავიმეორებ. ერთიდან რა ნამდვილად შეუძლიათ, რომ გადავიდნენ ბირთვულ დარტყმებზე, ატომური იარაღი გამოიყენონ და ამით თავის დაღუპვო და არავის არაფერი აღარ დაგჭირდა. მაგრამ ამ შემთხვევაში გამარჯვებული ვერავინ ვერ იქნება, ყველა დამარცხებული იქნება. ახლა ესეთი მდგომარეობა ახლო აღმოსავლეთის აი არაბულ ქვეყნებში რომ იქაურ ხელისუფლებებს თუ ხელისუფლებებთან დაკავშირებულ აი კომპანიებს, მათ შორის სამშენებლოს, ალბათ აღარ ექნებათ იმის შესაძლებლობა დრო, რომ სხვა ქვეყნებში ინვესტიციების ჩადებაზე იფიქრონ და იმუშაონ. მაგრამ ამის მიუხედავად საქართველოში არ ცხრება ეს რიტორიკა, რომ აი ინვესტიციები შემოვა, ამას ავაშენებთ, კორპუსებს ავაშენებთ, ქალაქებს ავაშენებთ, გავყიდით, ის იქნება, ეს იქნება. ეს ჩვენ გვაფიქრებინებს იმას, რომ ეს მოარული ხმები, რომ ირანსა უკაცრავად არაბული ინვესტიცია და არაბული ფული არაფერ შუაში არ არის. აქ ქართველების ბიძინა ივანიშვილის და მისი სატელიტების ფულს ჩადებაზეა ლაპარაკი, მათი ფულის გათეთრებაზეა ლაპარაკი და არაბული კომპანია დაქირავებული ყავთ როგორც გამსაღებელი, რომელმაც უნდა გაყიდოს ძირითადად არაბულ მოსახლეობაში მილიონერებზე, მილიარდელებზე. მე სხვა პროცესები წავაჩვენ მაგაზე ნასაუბრები გვაქვს, ეს არაბიზაცია კი არა, უფრო ებრაიზაცია და ეს ერთი ეტაპი, ერთი საფეხურია. მე პირადად არ მიყურებია
მაგრამ თათო როგორც კი, ბატონო. შენ თქვი კი. შენ კი, უყურებ ბატონო. მაგას და რა ბატონო, როგორ იყო მოგახსენებთ. გაგვაცანით ხაბერდა რიგში მივესალმები ჩვენს პატრიცემულ სპენელს და აი ამ ფონზე როცა ეს რაც ისაუბრებ ჩვენ მეგობრებო, რაც ხდება ახლო აღმოსავლეთში, რომ ირანი ანადგურებს ამერიკულ ბაზებს, იქ საფინანსო ცენტრებს, რომ ამასინათ უყურე გადაცემას რა პირადად მე ერთ-ერთ ქართულ წამყვან ტელეარხზე. შუადღისას არის ხოლმე ეს გადაცემა პირველიდან 2 საათამდე და მიწვეული იყო ერთ-ერთი წამყვანი სამშენებლო კომპანიის გენერალური დირექტორი ჩვენი. და ძირითადად საუბარი რას ეხებოდა, თემა იყო ასეთი, ეწერა კიდეც იქ, რომ რაც ახლო აღმოსავლეთში ომი დაიწყო, რომ უფრო გაიზარდა უცხოელი ინვესტორების ინტერესი საქართველოში. და რომ დაიბომბა იქ ფინანსური ცენტრები აბუ-დაბიში, დუბაიში, ეს ბაჰრეინი, ყატარი, ეს ქვეყნები და მიდის საუბარი, რომ აი ეხლაო თბილისსა და ბათუმში შეიძლება რომ ეს ამ ფინანსური ცენტრების გადმოტანა. აი ყურებს არ უჯერებდი რა და დავინტერესდი ახლა დამაინტერესა გასო ნუ თუ როგორ ამაზე არ ვიცი რა და სერიოზული საუბარი მთელი 1 საათი. მიდის ამ თემებზე. და მე ჟურნალისტის მხრიდან რომ მარტო თბილისსა და ბათუმშიო ხო არისო ხო გვაქვს კიდე კარგი ქალაქებიო კაცო ეგ ფოთი ზუგდიდი, ქუთაისი, თელავი და იქაც ხო შეიძლება რომ ავაშენოთ დიდი საოცარ თამჯერები და ფული ჩაიდოს ამ იმაშიო. კი, რა თქმა უნდა, უკაცო ამ გენერალური დირექტორის მხრიდან რომ ამას წინათო სანამომი ლაბარაკია, სანამომი დაიწყებოდა ახლო აღმოსავლეთში. რომ 644 ბინა გავყიდეთ 4 საათში. ესე იგი რა ხდება 4 საათში? სოციალური ქსელების მეშვეობით ჩამოუსვლელად ხდება უცხოეთი და ჩამოსვლის სულ არ არის საჭირო აქ ჩამოსვლა, იქ დევს ყველაფერი სურათები გადაღებული და 4 საათში და ისეთი სიამოვნე, ისეთი იმით აღტყიდება, არა და ორივეს რო შეხედა. აი გარეგნულად იტყვი რომ აი ნამდვილი ქართველი, მაგრამ სინამდვილეში აი აზრობრივად მათ ქართველობის და ქრისტიანობის არაფერი არ ეთყობათ რა, გარდა იმისა ფულისადმი დიდი სიყვარული, მეტი არაფერი. და იმისი აი ელემენტარული წარმოდგენა რომ არ ვიცი რა, ან დაკარგული აქვთ, ან ესე ინდონემდე უყვართ ეს აი იმით არიან დაკავებული ფულის კეთებით და ბიზნესით, რომ იმას არ უწევენ, ვარაუდს რა მოყვება ამას. აი მუსულმანური ქვეყნებია ეს, ყატარი, ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, იქ გაუშვა ბომბები, თან შიიტები ცხოვრობენ. ირანმა არ დაზოგა, ვინც ამერიკას და ამ სიონისტურ რეჟიმს გვერდით უდგას და იმ სიონისტური რეჟიმის და მათზე დაქვემდებარებული საფინანსო ცენტრები დუბაიდან და იქიდან საემიროებიდან თუ ყატარიდან რო გადმოვა საქართველოში. რა ბედი ეწევა ახლა აი საქართველოს. რამხელა დარტყმის წინაშე უნდა დადგეს, არ ვიცი რა, ელემენტარული სახელმწიფოებრივი და მით უმეტეს ეროვნული აზროვნება არ ვერ წაიკითხა ამ ადამიანებს. გუშინაც გააკეთა განცხადება ირანმა, რომ სიონისტურ რეჟიმთან ამერიკულ და ისრაელ მხარესთან დაკავშირებული აი კომპანიების, საწარმოების და თანამშრომლებმა სასწრაფოდ დატოვეთო სამსახურის ადგილები. ანუ დაბომბას და განადგურებას აპირებს. კი. და ეხლა ჩვენ უნდა შევიფაროთ იქიდან დევნილი ეს კომპანიები, ჩვენ შევიფაროთ, აქ უნდა მივცეთ საცხოვრებელი ბიზნესის კეთების შევუქმნათ ოაზისი პირობები. როგორც ჩანს, სამწუხაროდ, როგორც უკრაინის ომი არ დამთავრდებოდა, ომი უკრაინაში 2 დღეში არ დამთავრდებოდა და ხანგრძლივი აღმოჩნდა, ისეთი რამ ხდება ახლა მახლობელ აღმოსავლეთში, ჩვენს უახლოეს სამეზობლოში, რომ ეს ამბავი ასე მალე არ დამთავრდება და ძალიან დიდი ხანი გაგრძელდება. სამწუხაროდ.
ამ ხელა სიბრმავე. ამ ხელა როგორ ვთქვი გამოცარიელება. ეროვნული არაფერი გაცხიეს გასაგებია, იმიტომ რომ კოსმოპოლიტურად არის გაზრდილი და კოსმოპოლიტური იდეები დაავადებული ხალხია, ვისაც ჩააბარეს მასმედია და არა მარტო მასმედია, ამაზე ორი სიტყვით ვიტყვით კიდე. ერი არ აინტერესებს. ამის მთავარია ფული, ეს არის დოქსოფულო. კიკუს ვადრით იქა ბოდიში. კიკუ მაღაზნეობრივია. ამ ვითარებასთან შედარებით მაღაზნეობრივია. ეს სხვა ფენომენია. არ არსებობს, აქამდე არ არსებული საქართველოში არ არსებობდა ეს თილაც. რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ. ესე იგი მხოლოდ ფული. თბილისი ყარს. საქართველოს ყარს, თბილისი ყარს ცემენტის სუნად. ყველგან კორპუსი, ყველგან სათავრჯენი შენდება და მოსახლეობა მცირდებით. ესე იგი ეს ელიტა მხოლოდ ფულის შოვნაზე ფიქრობს. და იმდენადაა დაბრმავებული და ტვინამოცლილი. იმას ვერ ხვდება, რომ თვითონ უმზადებს ქვეყანას და თავის თავსაც იკვლევს. რატო? ეს არის ერთიანი ფულის სისტემა, რომელმაც მახლობელ აღმოსავლეთში, რადგან ავთობი იყო, რადგან ავთობით სუნთქავს დედამიწა, მას აკონტროლებენ, თავის კონტროლიორი ყავს, თავისი მონოპოლისტები ყავს, ბარემ იქვე საფინანსო ცენტრებით შეიქმნა, ბარემ იქვე შეიქმნა ეს მსოფლიო ცათაბრჯენთა ჯუნგლები, თავისი ბურჩხალიფით და ასე შემდეგ, თავისი კოსმოპოლიტური მოსახლეობით, თავისი სილიკონის ველით და ასე შემდეგ, აი, მსოფლიო ერთმართველობისა და საკონცენტრაციო, ციფრული საკონცენტრაციო ბანაკის მშენებლობის ცენტრებია მან შექმნილი. ფირმები კი არის, ეს კომპანიები კი არის ამერიკული თქვა და ის ლონდონი და ასე შემდეგ, მაგრამ უშუალო შემსრულებელ, განხორციელებელ და ეპიცენტრები მან ყოფილა. ეხლა გასხდა ეს საქმე და გამოვიდა ეს ცნობები, მან ყოფილა. და მოკლედ, ნუ ადგილობრივი არაბი, 8% თუ 6% მოსახლეობის ხალხი. და ეხლა დოქსოფულოებს უხარიათ, რომ იქ რო ინგრევა და პირობები ისპობა, სოფლიო პოლიტიკიდან გამომდინარე, სოფლიო გამოუცხადებელი ომიდან გამომდინარე. აქ რო გადმოვა და როგორი კარგი იქნება, რა უნდა ელაპარაკო ეხლა მართლა? აი, იმ ტვინში რა არის, მარტო დოლარები ყრია შიგ. მეტი არაფერი. და ის რო აქეთ გადმოვა და ირანი შორს არის? იქ რო ურტყავს, აქ არ დაგარტყავს. იქ რო ურტყავს, თავისთავად ნაგულისხმევია, რომ თავისი შიიტი, თავისი მუსლიმანი თანამოწმე და შიიტი თანამოწმე განსაკუთრებით, ისიც კი შეიძლება შეეწიროს. და აქ რას იზამს? შეეშინდება ჩვენი პრემიერ-მინისტრი. ერზე აღარ ზრუნავ. ერზე რა ერზე ზრუნავ? რის ერზე ზრუნავ? ვინაა ეს 600 ადამიანი 4 საათში რო 600 ბინა იმოვიდა და იყიდა. მოსახლეობა მცირდება და შენ გაჩაღებული გაქვს ვინაც შენებლობა. და ვინ ყიდული? ფული გაქვს ჩადებული. რეკლამაზე გაქვს გაშვებული. და ის არაბული კომპანია რეკლამას ეწეოდა რომ მოეყვანა ხალხი აქ ცხოვრების მოსურნე. კი ბატონო, ომია და შედარებით მშვიდობიან ადგილს ეძებენ და წამოვლენ, მაგრამ ჩვენ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ თუ ისე დაგვაბრმავეთ, რომ ესეთი გამოყეყეჩებულების ხელში ჩააგდეთ ქვეყანა. ფულის მეტი რო აღარ აქვს და ტელევიზიები აქვს და საინფორმაციო საშუალებების წამყვან ნაწილს რო აკონტროლებს. ჩვენ რო ამ მდგომარეობებში ჩაგვაყენეთ და ჩვენ თუ არ უნდა დაგვრჩეს და დაგვაბრმავეთ და დაგვაყურვეთ, რომ მოსული უფლის სიტყვისა ვერ აგავიგეთ რა ელიტა. ხალხმა რაც შეეძლო გაიგო. ხო, თუმცა კიდევ არის რაღაც საკითხი, მაგრამ არც არავის არ დარჩება ყოველ შემთხვევაში იმათ ვინც ეს დაგეგმა. ვერ მოხდება ისე, რომ ახალი იერუსალიმას წარმოიდგინოთ და აქეთ მოხდეს კონცენტრირება, გადმოსვლა, გადმოსახლება. რაც არ უნდა თქვათ, რომ ჩვენ სიონისტურ პოლიტიკას ვიმიჯნებითო და ასე შემდეგ. არ მოხდება, არ დაუშვებენ ეგენი. აი ვისთანაც ომი გაქვთ. ან შეიძლება ყველაფერი
წარსულს ჩაბარდეს და ეს პროექტი სულ დამთავრდეს, დაანგრიოთ დედამიწა. გამოიყენოთ ბირთვული იარაღი. ან არა და ეს ძალები რაც ამოქმედებული, ეგენი არ გაჩერდებიან. ეგენი არ მოგცემენ, არ ჩვენ მოგვეცემა, ესე გამოდის, მაგრამ არ თქვენ არ მოგეცემათ, აქ მშვიდად ცხოვრების საშუალება. ხეროდოთ. და შევახსენებ კიდევ. აი ეს მშენებლობებია. აი ეს ქართული მიწაწყლის გაყიდვა. ეხლა როგორ არის? აი კიმიელეს კანონი რო არ ყიდით, მიწა არ იყიდება. სასოფლო სამეურნეო სავარგული, მაგრამ ჯერ ერთი რო უცვლიან არასასოფლოში გადავა. მე მიწაზე ხო შენდება ეს ქალაქები, გეგმა, პროექტი, რა? უნდა აშენდეს. ამ საკში ვინ შესახდება? რა თქმა უნდა უცხოელი ჩვენ ვცირდებით. ესო გადამყიდველები არიან. რა გადამყიდველი, ვინ გადამყიდველიც? სამისოთ რომ გახადეთ და ვიზა უნდა გადაყიდო. ქართველს რაც შეეძლო, წავიდა უცხოეთში იმუშაო, კაპიკზე დაადო და ტანჭერი გადაიხურა და ხო დედაქალაქშია თუ ბათუმში რაღაცა პატარა იყიდა და მორჩა ამოწურულია. ეს ყველა მითის რომ ადგილზე ბანკები მეცხს ეს აღარ იძლეოდნენ დეველოპერების მიმართ, იმიტომ რომ ადგილობრივი ბაზარს მეტის დაძრა არ შეეძლო. დანარჩენი ეს ყველაფერი შენდება უცხოელებით. სინგაპურიზაცია. ეს მე ხო არ ეს სახელმწიფო წარმომადგენელმა გაგვიმხილა. და სინგაპურელი 13%-ია შიგ დარჩენი. დუბაიზაცია 6%-ია ადგილობრივი დარჩენი. ეს სხვა ეს არის აბსოლუტურად უბრალოდ ისლამის ქურქში გახვეული, მეტი არაფერი, ისლამურ ჩასაცმელში გახვეული, ჩვეულებრივი უეროვნობა, უსამშობლო კოსმოპოლია. მეტი რომელსაც წყალი შეუდგა დროიდან გამომდინარე და მისი დანგრევის დროა მოსული. და თქვენ ეგინდათ და გადმოიტანოთ და მშვიდობა დაგეყრებათ და შეგრჩებათ, ჩვენ შეიძლება სულ არაფერი არ შეგრჩეს, მაგრამ არც მაგათ შეგრჩებათ და არც თქვენ შეგრჩებათ. ვინც ეს დაგეგმოთ, ვისი მოყვანაც გინდათ. მაგრამ არსებობს ერთი მთავარი რაც დღეს მხედველობაში არ მიღებული, რომ კანონი მაინც კანონია. მსოფლიო წესრიგის რაღაც კონტურები მაინც არსებობს. ხალხის ნება მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ხაზ ასე ვერავინ ვერ გადაუსვავს. ნებისმიერ ეს ქმედება სართულ ქვეყნის გაყიდვა, უცხოელებზე გაყიდვა. ეს არის ქართველი ერის ნების საწინააღმდეგოდ გადადგმული რაბიჯი. იმიტომ რომ ქართველი რომ მასპინძელი უნდა იყოს. რომ ქართველს ეკუთვნის მიწა, წყალი, წიაღისეული და ასე შემდეგ, ამაზე ხელი აქვს მოწერილი საზოგადოების უმრავლესობას. ესე იგი, ეს ქმედება არის არაკანონიერი საფუძველთა საფუძველშივე. მათ მიერ შეძენილი ბინები და ასე შემდეგ მოვა დრო და თუ სამართალი იზეიმებს და დარჩება აქ რაიმე. კანონგარეშე გამოცხადდება. ასე რომ ტყუილად ნუ ჩაყრიან საქართველოში ამ კაპიტალს. ჯერ პირველ რიგში ჯობია რომ გაემიჯნონ ომს და მშვიდობის მომხრეთა მხარეზე დავდგეთ სულ. ეს ჯობია. ყველაზე კარგი არის ეს. რომ გაჩერდეს და ჩაცხრეს და დავაცხროთ ის ლომის ღრიალი, დავაცხროთ და დაცხრეს, თორემ სხვანაირად მოხდება ამ ლომის ღრიალის ჩახშობა და ხდება კიდეც და შემდეგ ვიცოდეთ რომ საქართველოში ეს ჩადებული საქართველოს საყიდლად ჩადებული კაპიტალი გაქარწყლდება. იმიტომ ეს არის კანონდარღვევა. ჩვენ გვაქვს ორი დიდი პრობლემა. თუ გვაქვს დრო მაინც შევხედოთ ორი დიდი პრობლემა. ესე იგი პრობლემა არა ხალხშია, არამედ ელიტაშია. კი, ბოდიში გახაურა მეთქვა, რომ ხალხთან რომ მქონდა ამ თემებზე საუბარი. ჩვეულებრივ რიგი ქართველებთან, რა. ისინი ნებისმიერი ყველა იყო გაგვირვებული. როგორიც, გათაირეთ. გამიგო მეტი გინდა ქვეყნის რო. ჩვეულებრივ როგორ რიგითი ქართველი. ორჯერ ორი არის, ოდეს იგივეა ადამიანები. არადა იმათ ხელი აქვს მოწერილი. პოლიტიკურად, იდეოლოგიურად საქართველოს ფაქტიურად დაპყრობილ მდგომარეობაში ჩავთვალოთ ასია
და ერთი ნაწილი არის სექტანტი, მართლა სექტანტურ დონემდე, რა ფსევდორელიგიური რწმენის ტყვეობაში ყოფი ქუჩაში რო ყენიათ, შიგ ევროპა და ევროპა დავკარგეთო. ვერც ეპშტეინს ხედავენ, ვერც იმ ოლიგარქებს, ვერც იმ კორუფციას, მოკლედ ამ უკვე გაახრწნილ ფორმაციის სიმახინჯებს, რომელმაც მთელი სიმძლავრით იჩინა თავად დასავლეთში, ამას ვერაფერს ვერ ხედავენ. ამათვის მაინც დასავლეთი და ევრო გაერთიანება და ამერიკა არის ოლიმპო, ღმერთების საუფლო. ეს არის უკვე რაღაცა მახინჯი რწმენის მიმართულება, რომელიც ვერაფერს ვერ დაინახავს და ისევ ნატო და ისევ იმას გაიძახს. ეს ერთი. და ერთდროულად ამათვის, რა თქმა უნდა, მართლმადიდებლობა და რწმენა აბსოლუტურად მიუღებელია. ეროვნული ნიშნით ეროვნულობა მიუღებელია, ამიტომ არის რომ ეს ნაწილი თავის დროზე, ამ ნაწილის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ძალა აპირებდა ქალაქ ლაზიკის აშენებას 9 მილიონიანი ქალაქის მშენებლობის დაწყებას. ახალციხე აღადგინა რაბათად. რაბათი რა იყო? როცა თურქებს ჰქონდათ მიტაცებული თურქული ეს პროექტი. საქართველოს ერთ-ერთი საძირკველი და როცა აქედან გატაცებული ტყვეების პირველი ბაზარად იყო ქცეული ქაურობა და რაბათი როცა ერქვა, რაბათად მოხდა მისი აღდგენა ფსევდოარქეოლოგიური მონაცემებზე დაყრდნობით. ის არ აღდგა უძველეს ძირძველ ქართულ ციხესიმაგრედ, ქართულ ქალაქ საცხოვრებლად, არა აღდგა რაბათად. იქ დაიდგა ბათუმში ის ძეგლი. ბათუმი გადაიქცა სამეძავეოდ, თავისი კაზინოებით, ყველაფრიდან 9 მილიონიანი ქალაქი და მაშინვე ისმებოდა კითხვა, იმ 9 მილიონში ქართველი თუ მოხდებოდა. სინგაპურიზაცია ჰქონდათ აჩემებული, ესე იგი ჩვეულებრივი ანტიეროვნული, რაც ევროპაში ხდებოდა ლიბერალები, რაც ეხლაც გრძელდება, კარგ ახსნა და შიგნით შერეკვა და ერების მომსვლელი პოლიტიკის გატარება თავის LGBT დროშით, ეს რაც იყო. მაგრამ მეორე ნაწილია ეს ქუჩაში რაც არის გავიგებთ, მეორე ნაწილი უფრო ჭკვიანი ნაწილია, ეს არის ფულის მოყვარულთა ნაწილი. იგივე კოსმოპოლიტია, იგივე ანტიეროვნულია თავისი ბუნებით, თავისი შინაარსით, მაგრამ იმაზე ჭკვიანია. იმიტომ რომ მეორე ნაწილმა იცის როგორ უნდა მოემსახუროს საერთაშორისო სიონისტურ კაპიტალს ეგერთი და როგორ უნდა გაიმკვიდროს ხელისუფლება. როგორ უნდა ამოეფაროს ეროვნულობას, როგორ უნდა ამოეფაროს მართლმადიდებლობას, როგორ უნდა ამოეფაროს აც განსვენებულ პატრიარქის უდიდეს ავტორიტეტს. ეს იცის ამ ნაწილი. დღევანდელი დებატები როგორ ჩაატაროს მანიპულაცია და როგორ გაიმარადიულოს თავისი ყოფილი. ასეთი კაცრი არ ვიქნებოდით, რომ ეს ასე არ იყოს. დავანებოთ ყველაფერს თავი. პატრიარქსაც ნათქვამს, ჯერ ერთი, რა ვიცი, დოქსოფულო ხომ უნდა იცოდეს, რომ დედა ყავს თუ არ ყავს. ბოლოს და ბოლოს. და დედის გაყიდვა ყავს თუ არა დედა და შეიძლება რომ დედა გაიტანო ბაზარზე გაყიდო, დედა სამშობლო გაყიდო, კაი, დოქსოფულო ხარ და ვეღარ გაიგე და ეს გაგიზარმაცდა twini თუ რაღაცა და ხო ისტორია ვითო არ აქონია ისტორია. არ აქონია ისტორია, რაც არ არის, სკოლებს ვეძახით უსამშობლოებს და ასე. ხო აშენე კორპუსი, გაყიდე, გაიტანე, გაუკეთე უცხოეთში რეკლამა, გაავსო უცხოელებს, გამოხდა 250,000 მეტი. არა, პროცენტულად აღიანგარიშებს, რა კარგია რა, ხო. კარგი. სულ ყველანაირად დავუშვათ და უკვე სრულად კოსმოპოლიტიზირებული ვართ. როგორ ავართ, მაშინ მართლმადიდებლობის მხურალი. დამცველები და მართლმადიდებლობა შეფარებული როგორ ავართ. აც განსვენებული პატრიარქის სიტყვებია. სამშობლო მიწა-წყლის გაყიდვის უფლება არც მე მაქვს, პატრიარქს, არც მეფეს აქვს, ქართველი არც არავის. უფრო მეტიც ერთ-ერთ ჩრდილოეთში მოუწია ერთ-ერთ იმას ღონისძიებაზე ჩასვლა და ეს უკვე კონფლიქტი ღვივის
რუსეთ საქართველოს შორის ეს დასავლეთის მიერ პროვოცირებული ამბები იყო, თუმცა არ ჩრდილოეთში იყვნენ ნაკლებნი ამ შემთხვევაში ავის მოქმედნი. მოკლედ ის ვინც საქართველოს მიწას ართმევს, საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. ის ღვთისმშობელს ართმევს მიწას. რელიგიური შეკრება იყო, მართლმადიდებლები იყვნენ და იქ ყველა მიწის აღიარებულია საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ვინც საქართველოს მიწაწყალს ართმევს, ის ღვთისმშობელს ართმევს მიწაწყალს. ხო, აი ეს აგვაქვს დასაძლები ჩვენ. საქართველოს დღეს გარედან არავინ არ ყავს ისეთი გამოკვეთილი მტერი, ამ შემთხვევაში რომლის განეიტრალებაც, რომელთანაც გარკვეული ისეთი დისტანციის დაჭერა იყოს შეუძლებელი. პირიქით, ისეთი საოცარი მდგომარეობა შექმნილ ჩვენს ირგვლივ, რომ მოხერხებადია ყოველთვის გარედან შემოტევა გვიჭირდა, იმიტომ რომ უზარმაზარი იმპერიები მოდიოდნენ და შეუძლებელი იყო შეკავება მონღოლების, რომის, სპარსეთის, თურქეთის თავისუფლებას, მაგრამ ეხლა ესე არ არის. საქართველოს ზღუპავს საკუთარ თავში ჩაბუნაგებული ქვებუდანობა, კოსმოპოლიტი, დოქსოფულო, რომელიც მართლმადიდებლობის ქურქშია და ეროვნულობის ქურქშია გახოვული. აი ესა რაც ნელი კდომის პროცესს წარმართავს, განუხრელად, ნირჩეუხრელად. ეს აგვაქვს ჩვენ დასაძლები. გარეთ როგორღაც ალბათ მორიგდებიან და მოგვარდებიან. ალბათ ვამობთ, იმიტომ რომ ეს სხვა რამის გადასაწყვეტია რა. რაც ღმერთს არ ასწარდეს, არასაქმე არ იქნებისო. კი ბატონო. აი, დიდად ეხლა ის ჩხიბაობამდე ხო არ დავართ არა, რა იქნება, როგორ იქნება და ყავას ჩამხედაობით ერთ ხარ დავიწყეთ წინასწარმეტყველებას და პროგნოზიორობას, მაგრამ ჩვენ არაფერი გვეშველება, მანამ ამ შიგნით ჩაკრული ქვებუდანობას არ ავძლევთ. და ხმარობთ სიტყვას ძლევას, რომ ამაშიც გარკვეული დიდი აზრია ჩადებული, რაც ახალმა სიტყვა მოგვიტანა და ეს უნდა აგვეთვისებინა. გაქანებული ომია და კი რაღაცა დონეზე რა თქმა უნდა გაიზრდება ბინების მყიდველიც და ატმოსფეროც გაიზრდება. სწორედ ეგ არის საფრთხე. აი ეგ არის საფრთხე. რატო გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა? რატო მოიმატა უძრავ ქონებაზე ფასებმა? რატომ გაცხოველდა მშენებლობა? იმიტომ რომ ომმა გადმოყარა უკრაინიდან, რუსეთიდან ბევრი ლტოლვილი, ფულიანი, რა თქმა უნდა, უფულო ვერ გაიქცევა. უფულო სიარაღი უჭირავს, ან ძალით ყავთ სანგარში ჩაჭედილი, არ წმენით არის წასული, ხო? ხო ასევე მახლობელ აღმოსავლეთში უზარმაზარი რაოდენობა შეიძლება დაიძრას და მოვიდეს და ასე გაგვიქრეს სამშობლო. რამოდენიმე წელიწადში აღმოაჩინოთ, რომ უმცირესობაში ვართ. ჩვენი დოქსოფულო ყავს დასაძლები. ან ამას უწყვეტ თანადგომით, ურთიერთგაგებით, ურთიერთმიტევებით, საერთო კოორდინაციით, ან არა და ჩვენს ისტორიის სამარცხვინო ფურცელს დავიკავებთ ყველა ერთად უკვე. დასასრულისკენ უნდა დავიდეთ კახა, გამიწელდა, რის მოვიხდი. რაც გვაქვს, ეს არის დღევანდელი მოცემულობა. ომი გრძელდება. სიონისტური კოალიცია კი ამტკიცებს, რომ ირანი უკვე განადგურებულია, მისი სამხედრო შესაძლებლობების 90-95% უკვე გამოყარილია წყობრიდან, ჩვენ გავიმარჯვეთ, მაგრამ ირანი კვლავ მედგარ წინააღმდეგობას ეწევა და იქ წაუყენათ თავისი პირობები. სანქციების მოხსნა, ჰორმუზის სრუტეზე მუდმივი ზედამხედველობის და უფლებების დამტკიცება ირანისთვის. ახლო აღმოსავლეთიდან სამხედრო ბაზების საერთოდ გაყვანა და ირანის უფლებების აღიარება ბირთვული პროგრამების და სარაკეტო პროგრამების განვითარებას. აი ეს პირობები წაუყენეთ. ბატონი ტრამპი გამოვიდა და ის განაცხადა, ჩვენ ომი მოვიგეთ უკვე და ირანს არ აქვს უფლება ჰორმუზის სრუტე ჩაკეტილი ქონდეს, რომ ეს რა ვიცი ხლა სასაცილოდ მოჩანს, ფაქტია რომ ჩაკეტილი აქვს და ვერ ხსნიან. არ აქვს სამხედრო ძალა ჯერჯერობით.
ის სამხედრო ღონისძიებები ვერ ჩაატარა ამ კოალიციამ, რომ გაეხსნა. არა და ყოველდღიურ უზარმაზარ ზარას განიცდის მსოფლიო ეკონომიკა უდიდესი დარტყმის ქვეშ არის. ახლა არის ინფორმაციები, რომ თურმე არ მარტო ნავთობის და ის ნედლეული, არამედ მინერალების და სასუქების ნედლეულის აქედან გაედინებოდა და დიდი დეფიციტი იქნება სოფლიო ბაზარზე, რამაც შეიძლება სერიოზული კრიზისი გამოიწვიოს სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე და გაჭირვება შეიქმნას. და ის განცხადება, რომ ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ, მე გამარჯვებული ვარ და რა უფლება აქვს ირანს რომ კეთავს ორმუზის უტესო, ერთი ჩვენი ბავშვობის დროინდელი ანეკდოტი გამახსენდა. ცოლი უტყავს ქმარს და ქმარი შეძრება საწოლფეში. და ეს იატაკის ჯოხით ემუქრება გამოდიო და ის იქიდან უყვირის ამ ოჯახში უფროსი მე ვარ და სადაც მინდა იქ ვიქნები, გინდა გამოვალ, გინდა არა, დაახლოებით ასეთი კი აი გამარჯვებული მე ვარ და მინდა უნდა გახსნათო და სოფლიო ჰეგემონი სიტყვიერად ჰეგემონი ტრამპის სრუტე უნდა გახსნათ, რადგან გამარჯვებული მე ვარ და ჯერჯერობით არაფერი ნიშნები არ არის მაგის, რომ გამარჯვებულია ომი გრძელდება მით უფრო კაცრ და სასტიკ ფორმებს იღებს, ახლა სახმელეთო ოპერაციებისთვის მიდის ბრძოლა, რაც უფრო დიდ მსხვერპლს გამოიწვევს და ჩვენ წინა გადაცემაში ვთქვით, რომ აქვე იკვეთება საფრთხე, რომ ბოლოს და ბოლოს აი ამ ორმა ბირთვულმა სახელმწიფომ არ მიიღოს, არ აღიაროს მარცხი და რაიმე მომიზეზებით, ან რაიმე იგივე 11 სექტემბრის მსგავსი ინსცენირებით, ან სხვა რაღაც მოიფიქრონ და აი ამ ინსცენირების მომიზეზებით შემდეგ გამოიყენონ ატომური იარაღი. ტაქტიკური ბირთვული იარაღი მაგრამ ამაზე პასუხი ირანსაც ექნება, იმიტომ რომ მას არ ჭირდება ატომური იარაღი, აგერ არის ატომური ელექტროსადგური და ატომური ობიექტები ისრაელში, ვისი თქვენ მუხარაც იყო ამ რამოდენიმე ერთი კვირის წინ მგონი შორიახლოს ჩამოვუგდო რაკეტა, მიანიშნა რომ ეს მე ვიცი სადაც არის და შემიძლია ისი დაბომბაო, რაც იგივე შედეგის მომტანი იქნება დაახლოებით, რაც ატომური იარაღის სროლა ისრაელისთვის და ეს უკვე მთელ დედამიწას მოიცავს, შეუქცევადი პროცესი წავა, იქ რუსეთმა გააკეთა კიდე რაღაც განცხადებები ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ამაზე საუბრის დრო აღარ გვაქვს. მადლობა მოუხადოთ ჩვენს მსმენელს და დავამშვიდობოთ იმ იმედით, რომ კაცობრიობა ივლის შვიდობის გზით, კაცობრიობა ივლის მოსული უფლის სიტყვის გზით და საქართველო იქნება წინმოვალი და ყინულმჭრელი ამ ყველაფერში. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ შეხვედრამდე. მადლობა.